უკვე შედიხარ კონსულთან? რიგში ხარ. ხო, დღეს პირველად მივდივარ სამსახურში. ხედავ, მამა ჩემს ხო ეგონა დამოუკიდებლად საჭმლის ჭამაც არ შემეძლო. ხო და დღეს სამსახურს ვიწყებ. რა? ნიკა უკვე გავაღვიძე, ძეძდალია და სკოლაშიც წავიდა. ერთი წუთით ელენე, ნიკა ჩამოდი დაგაგვიანდა სკოლაში. ხო. რა? არა, ეს გვერდით მეზობელმა გაიცინა ისევ. არა, რატო ნერვიულობ, ელენე, ბავშვი, აქ არა ვარ. ხო. კარგი, დარეკე რა სიზამ, კარგი. კარგი. დღეს სკოლაში არ წავალ რა. რატომ? იმიტომ რომ ცივა გარეთ. ესე იგი მთელი ზამთარი სკოლაში არ უნდა იარო. რა მაგარია, ეგ კი არ მიფიქრია, მიყვარს ზამთარი. აბაჩქარ არ ძედალიე და სკოლაში? რძე, ეს ჩანთა სად არის რა? სადაც შეინახე იქ არის. არა იყო, ელენე იქნება, არა იყო ნიკა. ძე დავლიე უკვე. ხო, კარგი, დალიე უკვე. ხო ელენე, ხო. სხვისი რიგი ყოფილა. ხო და რას გეუბნებოდი, წარმოგიდგენია მენეჯერად ამიყვანეს. არა, მამა ჩემმა არ იცის. არ მაინტერესებს ეცოდინება თუ არა, დედას უთხარი და დედა ეტყვის. ხო. კარგი, დარეკე რა სიზამ. კარგი. თეკლა. გილოცა მუშაობის დაწყებას ძალიან გამიხარდა. თოიმე, დიდი მადლობა ნიკა. რა საყვარელი ხარ ხოლმე ხანდახან. რა მადლობა. დედა მითხრა მიულოცე და საფრანგეთიდან Xbox ჩამოგიტანო. ნიკა, წავედით შკარა. რა არის ეს ნიკა? ნიკა, ეს რა ბეჭედია? ეკა მასწავლებელმა ხო გამომატანა უკან მამასთან. ეხა მამამ გამატანა უკან მიუტანეო. დამღალეს რა, ვერ ჩამოყალიბდნენ. ზოგს რა ბედი აქვს და თეკლა. მამამ თუ ეკა მასწავლებელი ცოლად მოიყვანა, რა უნდა დაუძახო? დედა თუ დედამას? კარგი იქნება, ხო იცი? ცუდად თუ მოიქცევი, მშობლის დაბარება აღარ დაჭირდება და სახლში ეყოლება. ეგ რა მაგრად, ხო? მოდი არ წავალ სკოლაში. აბაჩქარა სკოლაში? რა მძიმეა. ლაშაბიძიას მაინც დაველოდები და გაიგუძებს და წამიყვანს. ლაშაბიძია არ არის სახლში. ისე ელენე ამბობდა, დილით აბაზანიდან რაღაც ხმები მესმოდაო და ჩამოვედი თუ არა, გაიქცა სასწრაფოდ სახლიდანო. შენ მაინც დამეხმარე. არა, მე არ მცალია, სამსახურში მაგვიანდება. სამსახურში თუ გაგვიანდება, რა დროს ჟურნალია? არა, მართლა კი არ მაგვიანდება, ნიკა, სულ მინდოდა ესე მეთქვა. უკაცრავად გამარჯობა. აბაზანაში დღეს დილით რაღაც ხსნარი დამრჩა შამპუნის ბოთლში და ვინმეს თავი ხომ არ დაგიბანია? არა. არც თქვენ? არა. ძალიან კარგი. უკაცრავად კარგად ხარ. რომელი საათია ნეტა? 10:09. მადლობა. როგორ მაგვიანდება სამსახურში?
რა მართლაც ის ნახევარია? აი მე მართლა მაგვიანდება ნიკა ჩანთა აიღე. დაწავედი. მოგაცრავთ იმ ხსნარის წაღება დამავიწყდა. ნიკა აიღე ჩანთა. წავედით. წავედით. მართლა არ დაგიბანიათ ამ ხსნარი თავი? არა, მაგით არ დამიბანია. ძალიან კარგი. კარგი. წავედით. ეს რა იყო? მე ვიყავი, მე, წავედით. ნიკა. რა ჩავიცვა ესენი არა ხო ამას ჩავიცმევ სვეტას უყვარს ასეთი ფერები ბაბუ ვინ ჩამიდოა ეს კანფეტები ბალეშის ქვეშ, ჰა? მე დავაწყე, ბაბუ. რატო? ვიფიქრე, კარგად ტკბილა დაეძინება მე. კარგი რა ბაბუ, რა ტკბილად ფებში ჩამეწება ძლივს გამოვისალებს. არი ვერ გავიგე რა. რას რა? თამაში არა, თუ რას აკეთებ? რა თამაშია? დღეს ხო ბანკეტი მაქვს, კაცო. დღეს კლასელების ბანკეტი რა? კლასელების ბანკეტი. გინდა ჩემი ძალიან მაგარი პერანგი გათხოვო, ჰა? არა, შენ ძველმოდურია და არ მომწონს. ავარჩია. რას ლაპარაკობ? ვარცლა, მისმინე ახლა. ის ქალბატონის იქნება? ვინ? სვეტა? ჰა? აბა რა. აი ბაბუ. აი. ეს სხვადასხვა მაგის გულისთვის ვაკეთებ ამ ბანკეტს. ხო. თორემ ხო. ალბათ რომ მეც აი ქალბატონო სვეტა. აპატიეთ? ხელზე გიამბოროთ? ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მშვენიერდებით. ბაბუ, იქ მაინც ბევრი არის ეკო თუნდაც გახდებით ამბრუდ აგეხვევა ბაბუ. არ გავხდებით. არ გავხდები. აჰა, უყურე, არ გითხარი, მოდი, გითხარი, თუნდაც გახდები მე. მოიცა დამსვია. მოდი, დაჯექი, ხო? კარგი. ჩამოუში ეს ხელი, კარგი. აჰა, დაჯექი, რა იყო, რა გამოგივიდე. შე როგორი ბიჭი ვარ, რა? ხო, კარგი ბიჭი ხარ, ბაბუ, ხო. კარგი, ხო, მაგრამ რა ვიცი, ეს მაინც ულვაშებს ხო არ გაიპარსავდი, რა? არა, ბაბუ, არა, სვეტას მოწონს ულვაშები. ალბათ. სკოლას რო ამთავრებდით? ვიცოდით რომ სვეტას ულვაშიანი ბიჭები უყვარს. არა და მე არ ამომდის ეს ულვაში არ ამომდის. არ ამოვიდა 1 წელი, არ ამოვიდა 2 წელი და გავგიჟდი კაც. იცი რა გამახსენდა, მაგაზე გამახსენდა ბაბუ, რო არ ამოგდიოდა და შავი ნახში რო წაისვი, გახსოვდა. აი მე რომ მიდიოდი წიმამ რომ მოგისწრო და შავი ტუჩებით რომ მიხვედი მე. გასაგებია. უნდა მიიყვანო დუღილის ტემპერატურამდე. 100 გრადუსი ცელსიუსით, ხო? ნუ ხო. და მასში მოათავსე 4 ერთეული. და 4 საკმარისი იქნება? ნუ იყოს 5. კარგით, მაშინ ავიღებ 5 ერთეულს და ეს რა არის?
ბაბუ, შენი სუნამო მათხოვე. სუნამო იქ არის, კარადაშია და აი. კარადაშია, ხო. სვეტას უყვარს დიორი. დიორი? ხო, დიორი და ულვაშები. დიორი და ულვაშები. დიორიანი ულვაში. მითხავს რა გაცინებ? ვაიმე, ბოდიში, ხო, უკაცრავად რა. რაშია? ნახეთ რა ვნახე გუკასკარში. რა ნახე რა? რატომ რეზერვში მიყავთ? რას ლაპარაკობ, რეზერვში? აუ, გაშველება. რა გაშველება, კაცო, რა გაშველება? ვაიმე, მარჭა მოეგ. ის რა ქვია, რა გავიგე რომ რეზერვში მიყავდათ, გუკა ვინერვიულე და ძირს დამივარდა. ბოდიში რა მაგარია, რა მაგარი თამაშია. აი ამ ეტაპზე გეუბნებოდი, მომვეგ დავხურე. აი დღეს შენ გამატანე ტელეფონის სახში და ნახავ თუ არ დავხურე. თეკლა. უი, ვიკა. აქ რა საკეთებ? პოპკორნს ყიდი? რა, საიდან მოიტანე? კი არ ვყიდი. ჭამ. და შერაშები აქ. მე კინოს უნდა ვიყურო. ხო და მეც. აჰა, ბევრ პოპკორნს თუ გაყიდი, კინოსაც გაყურებინებენ? მაგარია. ვიკა, მომისმინე. შენებს არ უთხრა და 10 სურვილს შეგისრულებ. 10 რა მაგარია, 50. 10. 50. კარგი იყოს 10, მაგრამ შეიძლება ვინმესთან წამოვწდეს. კარგი იყოს 50. აზე არ ხარ, 60 უნდა გეთქვა. პოპკორნი გინდა? კი. 2 პოპკორნი თუ შეიძლება. როგორ მეუხერხულება ფულს რომ არ გვართ. წამოდი თორე დაიწყო ის ფილმი. იცი რა სასაცილოა თურმე? კარგი რა, ამაზე სასაცილო რა უნდა იყოს. თეკლა. 50 სურვილს თეკლა. პროფესორი, აი რომ მითხარით დაგეხმარებით დიდუბელის სოსოს დაბეჭდაშიო, ეგერ მოვიტანე. აი ამობზად ჩავამთავრებ და ეხლა მოვხდები. არა სისულელებს წერას ამბადეთებში. მორჩი წერას. ხო, აი საბოლოო ვერსია. ესე იგი თქვენი ახლობელია, ხო, ის რედაქტორი? კი, ჩემი ახლობელია, მაგრამ ამას რო წაიკითხავს, მე იქნება თუ არა ვერ გეტყვი. აი ვიხუმე, დაურეკავ და შეხვედრაზე შევუთანხმდები. აუ ისე ეგ საქმე თუ გამოვიდა, ერთი კაი საჩუქარი ჩემზე იყოს რა. აი რა საჭირო მეგობრები არა ვართ? აუ რა მაგარია. აუ რა საჭირო მეგობრები არა ვართ? უთხრა სოსო მალხას. აუ ერთსაც ჩავამატე. საბოლოო ვერსიას მოგცემთ. გამარჯობა მგოსანო. გამარჯობა პროფესორო. გამარჯობა ბაბუაშვილიშვილო. აბზან. ხო. რა იყო გუგა, რა ხდება, რა საკეთებ? რა ხდება კი არა დიდუბელ სოსოს მიბეჭდა. გიბეჭდავენ? ბოჭი გეხმარებიან მაინც? ვინ გეხმარება მე თავში ჭკუა აქ იმას. არა, ისე მეც მინდა დახმარება, რა ვიცი. მე ხა გუგას ვეხმარები და ამცალია და იმას თქორე დახმარება. რა გჭირს? გამჭირს და ხო იცი თეკლას მიმართ რა გზნობები გამაჩნია იცი, რა ემოციები იცი, რა საომავლო გეგმები ეგეც ხო იცი? ხო და მომწონს ის გოგო, გუგა მომწონს. იმ გოგოს კიდე არ მოუწონ ვარ. არცაა გასაკვირი. აი, პროფესორო, რას მეუბნებოდი? რას გეუბნებოდი და? რას გეუბნებოდი და მინდა რომ ოჯახში ავიდე თეკლასთან და მამამის დაველაპარაკო და არ ვიცი რა ვქნა გუგა. ადი.
დაუკითხავთ რო ავიდე მე თეკლას არ ეწყინოს და. არა ხვიდე. თუ ასლა ჯობია. ხო, ადი. ხო და რო არ ავიდე? ხო, არა ხვიდე. ოჩახ, მაგრა დამეხმარე შეეხლა ოჩახ. რა ყურები ჩამოგიყრია? მეტი სიცოცხლე, მეტი ენერგია. ეგრე ვის უნდა მოაწონოთ თავი? აუ რა მაგარია. ეგრე ვის უნდა მოაწონა თავი? აუ ერთიც. საბოლოო ვერსია. ჩავასწორებ. არა მითხარი ახლა რა გინდა, თორე 1 საათში გაზეთს უნდა დაუბრუნო. ავიდეთ ეკლასთან სახში თუ არა? რომელ სართულზე ცხოვრობ? მე-9. ლიფტი თუ მუშაობს უნდა. არა, იცი რა არის ხომ მაგაზე ვიფიქრე პროფესორო და არა, მაინც ლიფტს ვერ ვენდობი, არა. არ შეიძლება, არა. მაშინ მონეტა ავაგდოთ და იმის დამხეით თუ რა მოგივა, ადიან არა ხვიდე. აუ რა მაგარია. თუ კარგი ავაგდოთ მონეტა, უბრალოდ რა ვერ გავიგე, იცი ახლა, თუ ბორჯღალზე თუ დაეცა, მაშინ ავიდე, თუ ლომზე თუ დაეცა, მაშინ ავიდე, თუ რა ვქნა? მაშინ ჯერ ავაგდოთ რაზე ახვიდე? ხო. და მე ავაგდოთ ახვიდე თუ არა. აჰა. აი მაგარია, ხო, კარგია, ბა. აი უყურე, გაგორ, ძალით გაგორდა ეხა, ძალით გამიგორდა, გეუბნები რა, საწავიდა ეხა, ჰა. სად გაგორდა, საიწავიდა, საწავიდოდა ეხლა. მოკლედ პროფესორო, ბორჯღაზე იქნება დარწმუნებული ვარ, ხო? ხო და მე მგონი უნდა ავიდე ეგრე ჯობია რა, წავედი, აბა დიდი მადლობა. შენ რაღაცეები ჩაამატე თან გუგა, მიდი. ლომზე დაჭდა. არ უნდა წასულიყო. შემიძლია ამ ხალი სატანა რა. აი ხო მართალია ვიცი ხა დედამთილი რომ არა ნუ ყველაფერს ხო თავისი საზღვარი აქვს რა. აი ყელში ამოვიდა რა. აი ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი. დაგირეკა. საგარანტიო სამსახური გისმენთ. დიახ. საგარანტიო ტალონი თუ გაქვთ მოიტანეთ და არანაირი პრობლემა არ იქნება. დიახ. ნატო. ხო. ნატო, გახსოვს დღეს რომ ნინოს დაბადების დღეა? კი. უყიდე საჩუქარი. კი, შენ? მაჩვენე რა. ჯერ შენ მაჩვენე. ჯერ შენ რა. ო, ჯერ შენ მაჩვენე. რა გემართება რომ მაჩვენე. ო, ჯერ შენ მაჩვენე და მე მეკაჭვენე. ჯერ შენ რა. საგარანტიო სამსახური გისმენთ? დიახ. ბიჭია 3-1. ნატოს თხოვა? 4-0. საგარანტიო სამსახური გისმენთ? დიახ. საგარანტიო ტალონი მოიტანე და არანაირი პრობლემა არ იქნება. დიახ. არ არსებობს. ვაშა, რა დაგემართა? რა მოხდა ვაშა? დამპირდით რომ არავის არ ეთქვით და არ მოსდეთ თელ სამსახურს და არ ატეხავთ ერთი ამბავს. როდის იყო ვაშა რომ რამე გვითქვა? არასოდეს ამი არ მახსენე. ხო, როდის იყო? თათბირზე რომ ჩამეძინა? დიდეს კამერა ჩაუტეხე დირექტორს? ხო. მოიჭე ეგ თქვენ მთხარი? კარგი, მოკლედ პირდებით. კი, პირდებით ვაშა. არ მოსდებთ მეთქი თელ სამსახურს. არა. მიდი. ნუ მაშინ მოემზადეთ. დადე ტელეფონი. დადე ყურმილი. ნატო სოფო, დადე ყურ. კარგი, დავკიდებ, მაგრამ აი, მაშინ მოგვიყევი რა მოხდა ვაშა? მაშინ მოგვიყევი. მაინც არ მომეშვები თქვენ და. ნუ, კარგი. როგორ იყო ახლა ეს ამბავი? შევედი აბაზანაში. ხო და ავიღე შამპუნი. ნუ, შამპუნი მეგონა. წარმოგიდგენია? დამაცადე და მოგიყვები მე. ხო, ავიღე შამპუნი, რომელიც მეგონა რომ შამპუნი იყო, თურმე არ ყოფილა შამპუნი. რა სამო? დამაცადე. ვა. ხო და რო დავიბანე ამით თავი თმები მინათებდა. ხო და წავედი მე
ვიტანასთან და ალო ხო თეკლა და ელენე აგვიანებს სახლში და გასაღები არა გაქვს? კარგი, არ არის პრობლემა. მოდი ჩემთან სამსახურში და მე მოგცემ. ხო, თეკლა, მე ხო სულ სამსახურში ვარ. კარგი, გელოდები. მოვიდი! მინა მოვიდა! გილოცა. აი ეს შენ? რა. მადლობა. ჩემგან. ნახე? გასულოცავ რა. მინოს დაბადებული ლამაზია. მართლა? საიდან ვიცოდი რომ ასეთი მინდოდა? კარგი რა ნინო სამი თვე ამას გაიცახიო. მეც მაქვს შენთვის საჩუქარი. ნახე რა გიყიდა. როგორი ლამაზია, დიდი მადლობა. მოგწონს? ძალიან. ნინო, მეც გილოცავ. უბრალოდ მე აღარ მახსოვდა რომ დღეს შენი დაბადების დღე იყო და ანუ შესაბამისად საჩუქარიც დღეს არ აქვს. როგორ არ აქვს ნინო საჩუქარი? ბაშას ისეთი საჩუქარი აქვს. რა. მომეცია. ოშა, ესეთი საჩუქარი ჩემთვის არავის არ გაუკეთებია. ძალიან გიხდება. ლაშა. მოიცა. არ მეკითხები რა და მე მართა? არა, სოფომ დამიმესიჯა და ყველაფერი მომექვა. ცოტა კონიაკი მოვიტანე. ნამწვარი და რაღაცეები. ეს იმიტომ მოიტანე რომ დღეს დაბადების დღეა შენი? ხო, აბა. და გუში? არ დაიწყოთ ხა. დღესაც და ხვალიდან უეჭველი დიეტაზე ვარ. ხო, ხვალიდან დიეტაზე მაშინ არ არის. ის არის და არ დაიწყოთ ახლა ხორხოსი. დიახ ბატონო ჯემა. დიახ მე ვარ. გისმენთ დიახ. არა ბატონო ჯემალ, რა საჭირო ახლა უფროსთან დარეკვა? არა მე მგონი რომ ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს, დიახ. არა კი გასაგებია რომ ახლა ის მაცივარი ცოტა უბრალოდ საგარანტიო ტალონი ხო გაქვთ. მოიტანეთ და ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს. დიახ. ფერი უთხარი. რა საკეთებ? არა, ხო, რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? მოდიხართ ჩვენთან სამსახურში, ამ საგარანტიო ტალონი ხელში და მე როგორ გეკადრებათ ბატონო ჯემალ ახლა ჩვენ სერიოზული კომპანია, სერიოზული ხალხი ვართ ახლა რადგანაც ესეც საუბარი. გამარჯობა, ვაშა ტორონჯაძეს ვეძებ. ვაშა? აი ვაშა. კარგი. ვაშა? კარგი. ბატონო გია, როგორი ადამიანიც არის ისეთი მწერალი რო იყოს, ძალიან ნიჭიერი მწერალი იქნება. იქნებ დავეხმაროთ. ყველანაირად შევეცდები რომ დავეხმარო ეს მოთხრობები რომ დაუბეჭდონ. სახელი შემოხსენი მოთხრობის როგორი სოსო? დიდუბელი სოსო. დიდი მადლობა. უკაცრავად. როგორ არის ახლა? თითქმის ზად არის უკვე? გამარჯობა. ავთო, გისმენ? ალო? ავთო? გუგა ხوار გინახავთ? დღეს კი და ამ წუთში არა. უბრალოდ ბატონო გია მე გავალ ჩემს ასისტენტ ავთოს მოვძებნი და მანამდე თქვენი საუბრეთ ეს ნუცა არის გუგას და მის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. სასიამოვნოა. მე გია ვარ. გუგას საქმეზე ვარ მოსული. გასაგებია. იცით არ გამოგადგებათ თქვენ გუგა? უკაცრავად? ხო, ეს არის ბრტყალტარფიანია. არ არის პრობლემა. პროფესორმა მითხრა რომ კარგად წერს. ხო, მაგრამ რა ჭერს იცით კიდე? ვერ ხედ, ძალიან ცუდად ხედავს და თან სმენის პრობლემებიც აქვს. არა უშავს, მთავარია რომ ნიჭიერია. ხო, მაგრამ იცით რა შემაწუხებელია? რას აკეთებს ხოლმე, იცით? ჩემთან მოდის ხოლმე კართან, აკაკუნებს და თან
მეძახის ოღონდ როგორ იცით თან ნუცა აი წარმოიდგინეთ ყოველდღე ესე აკეთებ იცით ჩვენთვის უფრო სხვა რამ არის მნიშვნელოვანი კიდე ჭირს რა იცით რა ჭირს აი ითიშება ხოლმე ესე დადგება გაითიშება და რაც არ უნდა უთხრა არაფერზე საერთოდ რეაქცია არ აქვს არ გამოგადგებათ რა გამარჯობათ პროფესორი ხობერ შემოსულა უკაცრავად გავიდა და ელოდეთ და მოვა მადლობა აი ეს არის გუგა გაიცანი გუგა ბატონიგია ეს გამარჯობა გუგა ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა აი იგივე დაემართა მე მგონი რაც გითხარით გუგა გუგა აი ხა გითხარით არ გამოგადგებათ თქო აბა როგორ არის საქმე ძალიან კარგად ბატონო პროფესორო იცით ჩემთვის ყველაფერი გასაგებია მე ეცავალ თუ შეიძლება კარგად ზადდება ხო აღარ მოაკითხავთ გუგას რა ლაბორატორი აღარ ასწავლის მადლობა რაკენ გაგიკვირდება და წყალი მივიყვანე დუღილის ტემპერატურამდე მაშინ მოათავსე 5 ერთეული და მხოლოდ 1 გასკდა ვა ისევ ექსპერიმენტი ხო არა სოსისებს ხარშავდა და 1 გასკდა შეხედი იდე კაი თვალზე მაინც მეტყობა და ხერხი მანზე არ არა აგარი ტიპი ვარ თქვენი შვილი მიყვარს გიყვარს და აი აუთხრა ეხლა ბაბუას ესე რომ დამინახოს ეხლა ისევ დაიწყებ ნერვიულობა სუდად გახდება და არ ვიცი რა და რა საერთოდ არ ვეტყვი რას გაიგებს მოიცა ესე რომ დავხვდე რა ეხლა მიხვდება ვითომ რამეს რას უნდა მიხვდეს არაფერსაც არ მიხვდება თუ რაღაცაა ვეტყვი რომ სადარბაზოს კარს დავეჯახე და ეგ არის ბაბუ რა ხდება ბაბუ ჰა რა მოგივიდა ახლა არ დამიწყო რა მოგივიდა ვის ეჩხუბე რესტორნის კარებს დავეჯახე ვაიმე ბაბუ ბაბუ რა მოგივიდა ვის ეჩხუბე მითხარი ახლა არ დამიმაგო არა გეუბნები რესტორნის კარებს დავეჯახე მეთქი რას მატყუე ბაბუ ახლა რა რესტორნის კარებს დაეჯახე შენ თუ რესტორნის კარებს დაეჯახე მაშინ მე სადარბაზოს კარებს დავეჯახე ვაიმე რა მოგივიდა ვის ეჩხუბე ბაბუ კარგი დაწნავდი ნუნერვიულობ მოგიყვანო ყველაფერს დამშვიდი ხო თეკლას მამასთან ვიყავი ასულის ალაპარაკოთ მერე ხო და მივედი დავრეკე ზარი გაიღო კარი მამა ხარ მამა ვარ შემოდი შევედი ვეუნები უხსნი ახლა ჩემს გზნობებზე ჩემს ემოციებზე ველაპარაკები ჩემს მომავალ მიზანზე ველაპარაკები ჩამოყალიბდი რაღაცა აზრი შემექმნა და მინდა რომ თავის შვილთან დაკავშირებით რაღაცა გავაგებო უთხრა რომ მომწონს მაგრამ უცბად მეუნება გაჩერდი ეგ არ მაინტერესებსო გავჩერდი რა გვარი ხარო მე უთხარი ფერაძე აბა ეხლა არ ვიცი მან რა გაიგო ან რანაირად გაიგო რანაირად მიიღო მაგრამ უცბად ბაბუა გამოექანა გიჟივით გაიგე გამოექანა და რომ მორბის ეხლა მეც ხო უყურებ აქედან დრო ხომ აქ სანამ მოვა არა სანამ მომბარდება და უყურებ ფიქრობ კაცო რა უნდა რატომ მორბის რა უნდა ჩემგან დავაშავე და ამ დროს ბაბუ ეხლა რომ მივხვდი რომ ცოტა დაიძაბა სიტუაცია გაიგე და რომ მორბის ჩემსკენ რა უნდა მომიახლოს და შენი სიტყვები გამახსენდა ბაბუ რომ სილამაზე ყველაფერს გააჩერებ და ყველაფერს მოერევა და შეაჩერებს და შეუსვირე შენ მარჯვენა ეს გავახვედრე ბაბუ და თან გაუღიმე და აი კარგი ნუნერვიულობ დაწნარდი კარგი ბაბუ რაც არის არა უშევ წვეთებს მოვიტან არა წვეთები არ გინდა ბაბუ არ გინდა ის მოიტანე ყინული მოიტანა შენთვისაც ჩემთვისაც ყინულს მოვიტან შენთვისაც მოვიტან მაინც კაცო როგორ არ შეეშინდა შენი ამ ხელაკაცის კაცო როგორ გცემ აბა რა გინდა ხა თავიდან დავიწყო ისევ მოყოლა გითხარი საიდანაც მახსოვს მამა ხარ მამადან დაიწყო და გამოექანა დამეჯახა მაქამდე გაჩერე მე აღარ მახსოვს რა გავაკეთე აჰა მიდი გამომართე
შენ რა მოგივიდა ვისე ჩხუბე სად? კარგი. სვეტასთან ცეკვავდი. მოვიდა ის გადარეული ქმარი და კარგი რა ბაბუ, კარგი რა გამაგიჟებში. ყოველწელს ერთი და იგივე შეიძლება კაცო. რა ქენი მე რა? რა ქენი? არა ბაბუ ახლა 70 წლის კაცს ხელს დავარტყამდი როგორ რატო შენ ხო უფროსი ხარ იმაზე მე ჩემზე პატარას დავარტყამდი ისე როგორ მოგერი ერთი აი კავარჯენით მოუწვდა ბაბუ თორემ კლასელები არ მოგეხმარებთ არა რას მომეხმარებოდნენ ბაბუი შოთა არის და ყურში არ ესმის და ვერ გაიგო ვერაფერი გივი არის და თვალში ვერ იხედება და დაგვანება თავი ყველაფერს ხოდა ის ზალმაგიდე დროი ხელთა მე როარ მეცალა და სვეტას დაასეირნებდა და და რა ვიცი რა ვთქვი ისეთი რაგვარი ხარო ფერაძე მეთქი და რა ვიცი რა ვიცი მე რა ვთქვი რა სვეტას თუ ხარ რა ლამაზი ხარ მიყვარ ხარ მეთქი და ნიკა გაკვეთილები მოამზადე. არ უნდა იმეცადინო? არა. რატომ მზად გაქვს უკვე? არა, ეს მაქვს პოპკორნების მენეჯერი. ნიკა. ის როგორ არ გამოდის? ქალბატონი. ხორეზო. ხო გითხარი ამაღამ დავხურო და ხოლდინას დაგიბრუნებ თქო. რეზო, გაიგე შენი მაგუშინო სკოლაში არ ვიყავით. ვეს ჩემმა ვერ გაიგეს? გაიგეს. აუ, გეხვეწები დედას არ უთხრა რა. შენ ხო ყველაზე საყვარელი ბიძია ხარ. რა კარგი თავი გაქვს? არა, წერან კი არ დაგცინოდი. მიყვარდი. გიყვარდი ხო? ხო და თუ გიყვარდი, მიდი ახლა ეს რძე დალიე ბოლომდე. მიდი. აუ, შენ რო ყველაზე საყვარელი ბიძია ხარ. საყვარელი ვარ, მაგრამ მკაცრი. მიდი ახლა დალიე და აღარ დავინახო იმ ჭიქაში და მე დატოვებული. ხო ელენე. კი ვიყავ. კი, კარგი სიტუაცია, ორი მენეჯერი ვართ. კი, რა ვიცი, ნო, კარგი გოგო. ხო. არა, ხო, მე მოგიყვები რომ მოხვალ. ხო, ნუ როცა მოხვალ. ხო, კი, ვისწავლეო. ერთი წუთით ახლავე. ელენე მეჩქარებაო და რძე დალიოსო. რა? დალიევერი. რა? მენეჯერი ხო? დედა! კარგი ხო. სვამდე. დავლიე დე. დე, იცი რა? კიდევ მინდა რძე. მომეცი. ხო ელენე, რა? კიდე დავუსხა? არა, ელენე, ამდენი რძე ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ხო, კარგი. ნიკა, წყალი მომიტანე. თეკლა, წყალი მომიტანე. ინებეთ. გამომართი. ლაშა, მომეცი წყალი. მე. ნიკა, წყალი. თეკლა, წყალი. ლაშა, წყალი. ნიკა, წყალი. თეკლა, წყალი. აი, გამომართი. ლაშა, წყალი. ნიკა, კარი გააღე რა.
ვაშა გააღე კარი. თეკლა წყალი. ვაშა კარი და წყალი მომეც. ნიკა კარი გააღე, წყალი მომეც. ნიკა ვაშა კარი გააღე. წყალი მომეც. ნიკა გააღე კარი, ვაშა გააღე. უპასუხე ტელეფონს. გააღეთ ის წყალი თუ მომეცით ტელეფონი უპასუხე კარი. გალიეთის ტელეფონი. და მომეცით ტელეფონი. წყალი უპასუხე ტელეფონი. რა გჭირთ ხალხო? გემიგა რა იყო ვერგოვი. აიღეთ ეს ტელეფონი, აიღეთ. ხო ხედავ რა დღეშია. აიღეთ ტელეფონი რა. აი გაითიშა. აითიშებოდა, აბა რა იქნებოდა. რა არის თავზე რა გჭირს ბაცო? მე რა მჭირს თავზე თუ შენ რა გჭირს თვალზე? არა უშავს მეორე თვალზე ამიფარებია. ხო და ისა თეკლა. რა უნდა გითხრა იცი? მე დრო თუ გექნება ერთად გავისეირნოთ. ხო რა იყო ბავშვი რა იყო რა მოგივიდე რა. კინოში დაპატიჟე. წამოხვალ თეკლა. წამოვაკი არა იქ დაგხვდება. ისა თეკლა მართლა წამოხვალ? ჰა? შენ მამა ჩემთან იყავი? რა მამა შენთან ვიყავი? საიდან მოიტანე? რა მამა ჩემის საგვარეულო ბეჭედი გახატია თავს. ვერ გამოასარი პეტო? გამოვასარი, იმდენი საკეტი გონდა ცალში რას გამოვასწრო? არა, რაღა დროს კარის ჯაჭი ჩაკეტვაა ვერ გავიგე. გასლაპარა. ისე დედას არაჩვეულებრივი ხელი ქონია, არაჩვეულებრივ ხალხს ამზადებს თურმე. მოიცა, გაგიმასპინძდნენ? რა გამიმასპინძდნენ, არა ის. უყურე როგორ იყო ეხლა მოგიყვე რა მოხდა, როგორ მოხდა. მოკლედ, თეკლას მამამ რო დამარტყა. აიგე, ეს საგვარეულო ბეჭედი ხო დამარტყა. ხო და ინერციით ეს წავლორბაცი და ესე ფხალისთებში იდო და ჩავარტყის ახლა. აიგე? ხო ჩავარტყი ეს სახე გაიგე ფხალისთებში და ბარები ხო ვიყავი და ერთი ორი უკვე შემომეცი. აიგე? შემომეწამა რა ბარები ხო ვიყავი. გამაგიჟებს ეს კაცი რა, არავინ არ ეცოდება. დედა ჩემი გადაყვებოდა იმ ფხალის გაკეთებას. სად არის ჩემი ტელეფონი? აქტივს. მომიცი? საწავიდა რა არის ხა. საწავიდა პატა და მამამის უნდა დაურეკოს, უნდა ეჩხუბოს. რა არის ფხალით გაუმასპინდეთ მარტო სტუმარსო? დაგეყარათ გოჭი, ქათამი, ინდაური, რაღაცა ერთი მეორე რა. კარგი რა ლაშა რა მე იმორება ეხლა მე, კარგი რა. ვიძია მე უნდა დავიძინო და გინდა მაგარი რაღაც გაჩვენო. კი. ნახე რა კაბინეტი აქვს თეკლას. Wow! Კოჯაგნიკა. აჰა. კარგი რა მამა რა, აღარ გელაპარაკებდი. არა, მაშინ არ გელაპარაკებოდი, მაგრამ მაშინ ისე არ გელაპარაკებოდი, რომ დაგელაპარაკე და ახლა ისე არ გელაპარაკები, რომ მართლა არ დაგელაპარაკები. თეკლა? ხო. რა არის? ოხ ნიკა. ლაშა. წაშალე. მაშინ ჯერ შენ. ერთად წავშალოთ. მოდი. მიდი. ჰე. ერთი. ორი. სამი. ცილებისა ლაშა.